ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს გთავაზობთ იგავს, რომელიც ბავშვებსაც შეგიძლიათ მოასმენინოთ. ეს იგავი მსოფლიოს ხალხთა იგავებიდან გადმოაქართულა მწერალმა მარიამ ციკლაურმა. უფრთხილდით სიზარმაცეს. გაიღვიძა დილა ადრიან კაცმა და გაიფიქრა. რა კარგი იქნებოდა, კიდევ წამეძინა. მაგრამ იმდენი საქმე მაქვს დღეს, დროულად უნდა ავდგე. თვალები მოიფშვნიდა და უცებ ბალიშზე დასკუპული მრგვალი ფუმფულა ხელის გულისოდენა არსება დაინახა. ვინ ხარ? კითხა კაცმა. ფუმფულამ დაამტკნარა და უთხრა. ადამიანო, მოდი რა 1-2 წუთი კიდევ დავიძინოთ. ეს რა რბილი საწოლი გქონიაო. 1-2 წუთი კი შეიძლება, წამოილუღლუღა კაცმა და თავი ბალიშში ჩარგო. 1 საათის შემდეგ ისევ გაიღვიძა კაცმა. მიხვდა, რომ საქმეზე დააგვიანდა. უნდოდა წამომდგარიყო, მაგრამ შეამჩნია, რომ მის საწოლზე ახლა უკვე დიდი ფუმფულა გობის ხელა არსება იწვა. ახლა მან მოისვა ხელები თვალებზე და ამოილუღლუღა. სადღამი გეჩქარება, ადამიანო, უკვე დააგვიანე შეხვედრაზე და შეგვიძლია 7 ძილი გამოვაცხოთ. ვინ ხარ? გაუკვირდა კაცს. ფუმფულამ ისე გემრიელად დაამტკნარა, რომ მისმა შემხედვარე კაცმაც უნებურად იგივე გაიმეორა და ბალიშზე მიდო თავი. კაც კიდევ რამდენიმე საათი ეძინა და უცებ იგრძნო, რომ სული ეხუთებოდა. ძლივს გაახილა დასიებული თვალები და რას ხედავს? სახეზე დატყეპებია უზარმაზარი ღრუბლის ხელა ფუმფულა არსება. ვინ ხარ? დაიყვირა კაცმა. ვერ მიცანი? მე ხომ შენ გამომზარდე, შენი სიზარმაცე ვარ. გადაიხარხარა ღრუბელმა და დაამატა. რა დიდებულად გავატარეთ დღევანდელი დღე. სულაც არა, ვერაფერი გავაკეთე, არადა რამდენი საქმე მქონდა. შეებასუხა კაცი. თუ ეგრეა, აბრძანდი, ისადილე და ისევ დავიძინოთ. თავისას არ იშლიდა სიზარმაცე. რას ამბობ? საქმეს ვინღა გამიკეთებს? არავითარი საქმე შენ არ გაგაჩნია. გაიცინა სიზარმაცემ და თეთრი ნისლივით შემოევლო კაცს. ამ ნისლში გაუჩინარდა კაცის საქმეც, შეხვედრა საყვარელ ადამიანთან და თავად ცხოვრებაც. ასეთი იყო დღევანდელი იგავი სიზარმაცეზე და ძალიან კარგი მეტაფორით არის ახსნელი, როგორ ნელ-ნელა შეიძლება მთელი ცხოვრება გაატაროს ადამიანმა სიზარმაცეში და ისე მოხდეს ეს, რომ სრულიად შეუმჩნევლად შემოგვეპაროს ეს ამბავი და ფაქტიურად გვერდიდან უყუროთ ცხოვრებას და სრული სისავსით ვერ ჩავერთოთ ცხოვრებაში. თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, გთხოვთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დაგვიკომენტაროთ და გააზიაროთ.